უკრაინას აქვს საიდუმლო იარაღი რუსეთთან ომში და ეს ის არ არის, რასაც შეიძლება ფიქრობდეთ. ტერმინი საიდუმლო იარაღი შეიძლება გულისხმობდეს ახალ სტელს რაკეტას, რომელსაც რუსული საჰაერო თავდაცვა ვერ ამჩნევს, მით უმეტეს ვერ ჩამოაგდებს. ან ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელსაც შეუძლია ჩამოაგდოს რუსული დრონები და რაკეტები, რომლებიც ბევრად უფრო ძვირი ღირს. შეიძლება ეს გაგახსენებთ უახლეს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ საბრძოლო დაზვერვის სისტემებს, რომლებიც უკრაინელ მეთაურებს აძლევს ბრძოლის ველის სრულ სურათს მანამდე, სანამ მათი რუსი კოლეგები დღის პირველ ჭიქა არახს დაასხამენ. ეს ყველა სისტემა უკვე მუშავდება. მაგრამ ერთი გადამდგარი მაღალი რანგის ამერიკელი გენერლის თვით, უკრაინის საიდუმლო იარაღი ბევრად უფრო მარტივი და ღრმაა. ადაპტაცია. ბოლო დროს გამოქვეყნებულ სვეტში ამერიკულ ავტორიტეტულ ჟურნალ The Bulwark-ში გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი მარკ ჰერტლინგი დამაჯერებელ არგუმენტს აკენებს, რომ უკრაინის უნარმა გადააჭარბოს რუსეთს აზროვნებაში და შესაბამისად ინოვაციებში, მისცა მას საშუალება ომის მეხუთე წელს კვლავ მოეპოვებინა სტრატეგიული ინიციატივა. აი როგორ აანალიზებს ჰერტლინგი სიტუაციას და რას ნიშნავს ეს კონფლიქტის შედეგისთვის. ეხლა ჰერტლინგი ნამდვილად არ არის რიგითი დივანზე მჯდომი ექსპერტი. ის იყო აშტ-ში არმიის ევროპის სარდალი 2011 წლიდან 2012 წლამდე. მან ასევე უხელმძღვანელა პირველ ჯავშან სატანკო დივიზიას გერმანიაში, რომელიც იყო ჩრდილოეთის ძალების მრავალეროვნული დივიზია ერაყში ძალების ზრდის პერიოდში 2007-დან 2009 წლამდე. ასე რომ მას კარგად ესმის არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის თეატრის, არამედ ისიც, თუ როგორ იბრძვიან და იგებენ ომებს ოპერაციულად და სტრატეგიულად. და სწორედ ამ ფართო პრაქტიკულ გამოცდილებას ეყრდნობა ის ამ არგუმენტის ასაგებად. არსებობს მრავალი მიზეზი თუ რატომ დაიბრუნა უკრაინამ სტრატეგიული ინიციატივა, მაგრამ ისინი ყველა ერთ პრინციპამდე დადიან: ადაპტაცია, წერს ის. დიდი ხანია ცნობილია, რომ საბრძოლო გეგმები იშვიათად მიდის ისე, როგორც იგეგმება. ეს დასკვნა ალბათ საუკეთესოდ ასახავს ცნობილი ციტატა პრუსიელი ფელდმარშლის ჰელმუტ ფონ მოლტკე უფროსის, თუმცა ხშირად შეცდომით მიაწერენ მის თანამემამულეს, გენერალ კარლ ფონ კლაუზევიცს. არც ერთი ოპერაციული გეგმა არ ვრცელდება სრული სიზუსტით, მთავარი მტრის ძალებთან პირველ შეხებაზე მიღმა. ასე დაწერა მოლტკემ 1861 წელს. მხოლოდ არაპროფესიონალი ფიქრობს, რომ კამპანიის მსვლელობისას ის ხედავს თავდაპირველი იდეის თანმიმდევრულ განხორციელებას, რომელიც წინასწარ არის გათვლილი ყველა დეტალში და ბოლომდე შენარჩუნებული. ამ ძირითადი ჭეშმარიტების შედეგად ჰერტლინგი ამბობს, სამხედრო ლიდერები ყოველთვის დიდ ძალისხმევას ხარჯავდნენ იმაზე ფიქრში, თუ როგორ გაეწიათ მეტოქისთვის ჭკუა და მოეპოვებინათ უპირატესობა, რადგან ომი არასდროს არის სტატიკური. ერთი მხარე ყოველთვის სუსტდება ან თვითკმაყოფილი ხდება, რაც მეორე მხარეს აძლევს საშუალებას, რომ ადაპტირდეს. ყოველი ბრძოლის ველი ვითარდება, ყოველი ახალი ტექნოლოგია ქმნის როგორც შესაძლებლობებს, ასევე რისკებს და ყოველი მტერი გარკვეულ მომენტში ავლენს სისუსტეებს. ამიტომ გამარჯვება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რომელი მხარის მეთაურები შეძლებენ სწრაფად ამოიცნონ ცვალებადი პირობები, უარი თქვან მოძველებულ ვარაუდებზე და გადამწყვეტად ადაპტირდნენ მანამდე, სანამ მტერი ამას გააკეთებს. ეს ადაპტაციები ხშირად მოითხოვს სტრატეგიებისა და მათი განხორციელების სრულმასშტაბიან ცვლილებებს. კარგი მაგალითია უკრაინის მიერ დრონების მასშტაბური გამოყენება, რათა დაძლიოს ადამიანური რესურსისა და ტრადიციული საბრძოლო იარაღის დიდი დეფიციტი, სულ მცირე რუსეთისთან შედარებით. როგორც ცოტა მოგვიანებით განვიხილოთ, ამ ნაბიჯმა ფუნდამენტურად შეცვალა და კვლავაც აყალიბებს ომის მიმდინარეობას. მაგრამ ზოგჯერ ინფორმაციულ სივრცეში თუნდაც მცირე ადაპტაციებს შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს ფრონტის ხაზზე მოვლენების განვითარებაზე, როგორც ეს მაგალითი აჩვენებს. ჰერტლინგი ამბობს, რომ ერაყში ყოფნის დროს ამერიკელმა მეთაურებმა გააცნობიერეს, რომ კომუნიკაციებში გამოყენებული ფრაზები, როგორც ამერიკელ საზოგადოებასთან, ასევე ერაყელებთან, საჭიროებდა განვითარებას. თავდაპირველად აშშ-ში ძლიერ ეყრდნობოდა ფრაზას გულებისა და გონების მოგება, რომელიც წარმატებული იყო როგორც ქვეყნის შიგნით მხარდაჭერის მოპოვებაში, ასევე ოპერაციულ სივრცეში წინა ამერიკული სამხედრო ოპერაციების დროს ამბოხებულების წინააღმდეგ. თუმცა ჰერტლინგის თქმით, ჩვენ მივხვდით, რომ ერაყელებს არ სურდათ ვიეტნამის ეპოქის სლოგანები და მათ ნამდვილად არ სურდათ ჩვენს მსგავსნი ყოფილიყვნენ. ამის ნაცვლად მათ სურდათ უსაფრთხოება, სანდოობა და პარტნიორობა. ჩვენ შევცვალეთ ჩვენი მიდგომა ფრაზისკენ, ნდობისა და რწმენის მოპოვება, როგორც ერაყელ ჯარისკაცებთან, ისე სამოქალაქო პირებთან და ეს დავამტკიცეთ იმით, რომ მათთან ერთად ვიბრძოდით და არა უბრალოდ მათ გარშემო მოქმედებდით. ეს მცირე ცვლილება აზროვნებაში, ენასა და ოპერაციულ მიდგომაში დიდად დაეხმარა ერაყელი ხალხის ნდობის მოპოვებას. ეს არის გამორჩეული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია მცირე ცვლილებებს უზარმაზარი გავლენა მოახდინოს კონფლიქტის საბოლოო შედეგზე. მაგრამ აშშ-ს ასევე მოუწია ბევრად უფრო თვალსაჩინო და დინამიკური ადაპტაციების განხორციელება რეალურ საბრძოლო ველზე, ვიდრე თავდაპირველი გეგმებით იყო გათვალისწინებული. რადგან აშშ-ს ჰქონდა შეუდარებელი ძალა იმ სხვადასხვა მილიციებთან შედარებით, რომელთაც ერაყში ებრძოდა.
მე ამბოხეებმა სწრაფად და რთული გზით გააცნობიერეს, რომ ცეცხლს ცეცხლით ვერ დაუპირისპირდებოდნენ. ამიტომ მათ თამაში შეცვალეს. მათ ასიმეტრიულ ტაქტიკებზე გადაინაცვლეს, რისთვისაც აშეთეშო მზად არ იყო. მათ დაიწყეს დეცენტრალიზებული თავდასხმების, გზისპირა ბომბების და საინფორმაციო ოპერაციების გამოყენება, რომლებიც საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და ოპერაციული იმპულსის შესასუსტებლად იყო მიმართული. და გარკვეული დროის განმავლობაში სტრატეგია მიმუშავა. ჰერტლინგი ამბობს, რომ აშესეში საწყისი რეაგირება ჩამორჩებოდა მზარდ საფრთხეს, ზოგ შემთხვევაში წლების განმავლობაში. თუმცა საბოლოოდ ამერიკელმა მეთაურებმა და ჯარისკაცებმა წარმატებით მოახერხეს ადაპტაცია. დაზვერვა უფრო მჭიდროდ ინტეგრირდა ოპერაციებთან. აღმოფხვის საწინააღმდეგო ტექნოლოგიები შეიქმნა და დანერგა. დეცენტრალიზებული ოპერაციები და ელექტრონული ომი შემოიღეს, ასევე ადგილობრივ ძალებთან უფრო მჭიდრო პარტნიორობა დაამყარეს. ბოლოს, როგორც ჰერტლინგი ამბობს, წარმატება მაშინ მოვიდა, როცა ამერიკულმა ძალებმა საბოლოოდ მტერზე სწრაფად ისწავლეს. მაგრამ ყოველთვის ასე არ არის, რომ საბოლოოდ უფრო დიდი ძალა იმარჯვებს. უკეთესი აზროვნებითა და სწრაფი ადაპტაციით, პატარა და ნაკლებად ძლიერი ძალაც კი შეძლებს დაამარცხოს უფრო დიდი ძალა, რომელიც უფრო ნელა ადაპტირდება. და სწორედ ამას ამბობს ჰერტლინგი, რომ ხდება უკრაინაში. არსებობს მრავალი ისტორიული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეცვალა ამ ტიპის სტრატეგიულმა ადაპტაციამ სტატუს-კვო ნაკლებად ხელსაყრელი მხარის სასარგებლოდ. ყველაზე ცნობილი მაგალითია ალბათ თერმოპილეს ბრძოლა ძველი წელთაღრიცხვის 480 წელს, სადაც მცირე ბერძნული კოალიცია, რომელსაც სათავეში ედგა სამასი სპარტელი მეფე ლეონიდას პირველის ხელმძღვანელობით, შეაჩერა ბევრად უფრო დიდი შემოჭრილი არმია, ქსერქსეს პირველი სპარსეთიდან. ეს ამბავი უკვდავყო გარკვეული მხატვრული თავისუფლებით 2006 წლის გახმაურებულმა ფილმმა სამასი, რომელიც ზაკ სნაიდერმა გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნები საბოლოოდ ტაქტიკურად დამარცხდნენ, მათი გმირული წინააღმდეგობა მძიმე დანაკარგებს აყენებდა სპარსელებს, შთააგონებდა ბერძნულ ერთობას და აყოვნებდა სპარსელთა წინსვლას. ამ დაყოვნებამ ბერძნულ ძალებს მისცა საშუალება ხელახლა შეკრებილიყვნენ, რამაც გადამწყვეტი გამარჯვებები მოუტანა სალამინისა და პლატეას ბრძოლებში და ფაქტობრივად დაასრულა სპარსელთა შემოსევა. მაგრამ 1000 წლეულების გასვლამაც კი ვერ შეასუსტა მცირე, ადაპტირებადი ძალების ეფექტიანობა უფრო დიდი და ნელი ძალების წინააღმდეგ, თუ სწორ სტრატეგიასა და ტაქტიკას დროულად გამოიყენებენ. და ამას ადასტურებს უფრო თანამედროვე მაგალითებიც. ჰერტლინგი ვიეტნამის ომს ასახელებს. მისი თქმით, 1968 წლის ტეტის შეტევა ჩრდილოეთ ვიეტნამისთვის აბსოლუტური სამხედრო მარცხი იყო, რომელმაც ფაქტობრივად გაანადგურა ვიეტკონგი, როგორც საბრძოლო ძალა. ვიეტკონგმა ადაპტაცია მოახდინა. თავიდან აიცილა ფაქტობრივად სუიციდური ღია ბრძოლები ბევრად ძლიერ ამერიკულ ძალებთან და ამის ნაცვლად გადაერთო პარტიზანულ ტაქტიკაზე. საბოლოოდ ამ ადრეულმა ასიმეტრიულმა ტაქტიკამ ომი ძალიან გაახანგძლივა და ხარჯები იმდენად გაზარდა, რომ ამერიკის ლიდერობას პოლიტიკურად ვეღარ შეეძლო მათი გაწევა. აშეთეშუ იძულებული გახდა დაეტოვებინა ვიეტნამი. ვიეტნამი დღემდე კომუნისტური ხელმძღვანელობის ქვეშ რჩება, თუმცა მას აქვს აყვავებული სოციალისტურ ორიენტირებულ ბაზრის ეკონომიკა და ჯანსაღი ურთიერთობა აშეთეშოსთან. უკრაინის მაგალითთან ბევრად უფრო ახლოს, ჰერტლინგი ასევე ასახელებს ფინეთის მაგალითს 1929-1940 წლების ზამთრის ომის დროს. ფინელები იყენებდნენ ასიმეტრიულ ტაქტიკას, როგორიცაა ზამთრის კამუფლაჟი, თხილამურებით გადაადგილება და იმპროვიზირებული იარაღები, მაგალითად მოლოტოვის კოქტეილები, რათა ებრძოლათ უზარმაზარი საბჭოთა წითელი არმიის წინააღმდეგ. ჰერტლინგი შედეგს ფრეს უწოდებს, რაც ალბათ გარკვეულწილად გადაჭარბებულია. ომი დასრულდა მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც ფინეთმა საბჭოთა კავშირს თავისი ტერიტორიის დაახლოებით 11% დაუთმო, მათ შორის კარელია, საიმის ნაწილი და კუნძულები ფინეთის ყურეში. ეს ტექნიკურად სამხედრო მარცხია. მაგრამ ფინეთმა მოახერხა საბჭოთა კავშირზე მძიმე დანაკარგების მიყენება და რაც მთავარია, შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. ეროვნული ერთიანობა მნიშვნელოვნად გაძლიერდა და ფინეთმა საერთაშორისო პრესტიჟი მოიპოვა, მაშინ როცა საბჭოთა კავშირი აგრესიის გამო ერთა ლიგიდან გარიცხეს. ამ თვალსაზრისით ფრე ალბათ სამართლიანი აღწერა და პარალელები დღევანდელ უკრაინის კონფლიქტთან თვალსაჩინოა. ჰერტლინგი სწორად მიუთითებს ომის მდგომარეობის შეფასების ნაკლოვანებებზე, როდესაც ეს მხოლოდ ტერიტორიული მოგებებით განისაზღვრება. რა თქმა უნდა, ტერიტორიის საკითხი მნიშვნელოვანია. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20% დაიკავა, ხოლო უკრაინის საბოლოო მიზანია, რომ რუსები მთლიანად გააძევოს და ეს ტერიტორიები დაიბრუნოს. მაგრამ ომი მნიშვნელოვნად შეიცვალა და უკრაინაში ომის მდგომარეობის შეფასება მხოლოდ იმით, თუ რომელმა მხარემ რამდენი კვადრატული მილი მოიპოვა, უგულებელობს რეალობას, რაც რეალურად ხდება ბრძოლის ველზე და მის მიღმა. პირველ რიგში აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზის უზარმაზარი ტერიტორიები დღეს ვერანაირი სიზუსტით ვერ ითვლება, რომელიმე მხარის სრულ კონტროლქვეშ მყოფად. რეალურად ეს არის უზარმაზარი ნაცრისფერი ზონები, სადაც ორივე მხარის კონტროლი საუკეთესო შემთხვევაში ძალიან მყიფეა. ორივე მხარეს ათეულობით მილზე მოქმედი ფართოდ გავრცელებული FPV დრონების გამო წარსულის ჯავშან ტექნიკის მანევრები აღარ არის მდგრადი.
იშვიათი გამონაკლისის გარდა დღესდღეობით არც ერთი მხარე აღარ ახორციელებს სწრაფ შეტევებს ჯავშან ტექნიკისა და ტანკების კოლონებით ახალი ტერიტორიის დასაკავებლად. უფრო ხშირად ასეთი ტაქტიკა უბრალოდ იწვევს დამწვარი ტექნიკის კოლონებს, რომელსაც მეორე მხარე ვიდეოებში ამაყად აჩვენებს. ახლა ნაკლები ნიშნავს მეც. ორივე მხარე ცდილობს წინ წაიწიოს მცირე ქვეითი ჯგუფებით, რომლებსაც артиლერია და დრონები აფარებენ ზურგს. სოფელი ან ის რაც მისგან დარჩენილია, რომელიც როგორც ამბობენ, ერთი მხარის კონტროლქვეშაა, ხშირად მხოლოდ რამდენიმე ჯარისკაცის მიერ არის დაკავებული. და იმ სოფლების მიღმა მდებარე ტერიტორიაზეც კი, რომლებიც ერთ მხარეს ეკუთვნის, ჯერ კიდევ არიან მოწინააღმდეგე ჯარისკაცები, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო რუკებზე ეს ადგილები ერთი არმიის კონტროლქვეშაა ნაჩვენები. ეს მცირე ჯგუფური ტაქტიკა, ფრონტის ხაზის სიგრძესთან და ორივე მხარეს ცოცხალი ძალის დეფიციტთან ერთად, იმას ნიშნავს, რომ მცირე რაოდენობის ქვეითებს ზოგჯერ შეუძლიათ მომოწინააღმდეგის წინა პოზიციების მიღმა ღმად შეაღწიონ და იქ გამაგრდნენ. რეგულარული მარაგის დრონებით მიწოდების პირობებში მათ შეუძლიათ ამ პოზიციების შენარჩუნება თვეების განმავლობაში, რაც ფაქტობრივად ანადგურებს მოწინააღმდეგისთვის ტერიტორიის უსაფრთხო კონტროლის ნებისმიერ წარმოდგენას. დრონების ფართოდ გამოყენება იმას ნიშნავს, რომ ფრონტის ხაზები არასოდეს არის საბოლოოდ განსაზღვრული. თუმცა დრონებმა ასევე ფაქტობრივად ჩართეს ეგრეთ წოდებული ახლო ზურგი, უშუალოდ ბრძოლის ველზე. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა არმია კოლონებით წინ მიიწევდა, ახალ წინწასულ პოზიციებს ამყარებდა და შემდეგ ამ პოზიციებს უსაფრთხო ლოგისტიკითა და საწყობებით ინარჩუნებდა, რომლებიც ათეულობით მილზე იყო გადაჭიმული ზურგში. დღეს სატელიტური და დრონების მეთვალყურეობის, ასევე ზუსტი დარტყმის რაკეტებისა და ჭურვების გამოყენების პირობებში ახლო ზურგი აღარ არის ისეთი უსაფრთხო, როგორიც ადრე იყო. მართლა ორივე მხარესთვის ლოგისტიკის დასუსტება, უსტება, მართვისა და კონტროლის დარღვევა და ახლო ზურგში მარაგების განადგურება ისეთივე პრიორიტეტული გახდა, როგორც წინ მიმავალ წინა ხაზის ძალებზე შეტევა. ჰერტლინგი ამტკიცებს, რომ უკრაინამ ამ ახალი საბრძოლო რეალობებს ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად მოერგო, ვიდრე რუსეთი. დრონების, ზუსტი დარტყმების, ელექტრონული ომისა და ფრონტის ხაზიდან შორს მდებარე სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების სტრატეგიამ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორმანძილზე სანქციებთან ერთად უკრაინას ომში ინიციატივის დაბრუნების საშუალება მისცა. დადასტურებისათვის ის მიუთითებს ომის კვლევის ინსტიტუტის ბოლო შეფასებებზე, რომლებიც ამტკიცებენ, რუსულმა ძალებმა 2026 წლის აპრილში მთლიანად ტერიტორიული დანაკარგი განიცადეს ფრონტის ხაზზე, რაც პირველად მოხდა უკრაინის კურსკის ოპერაციის შემდეგ 2024 წელს. ახლა უბრალოდ სწრაფად შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი თუ ჯერ არ გაგიკეთებიათ ეს. სამხედრო შოუზე ყოველდღიურად გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო მოვლენებზე განახლებებს და დეტალურ ანალიზებს, თუ რას ნიშნავს ეს მოვლენები. ასე რომ დააჭირეთ გამოწერის ღილაკს, რომ არაფერი გამოგჩეთ. ეხლა იმის მიხედვით, საიდან იღებთ სიახლეებს, ISW-ის მაჩვენებელი გარკვეული დებატების საგანია. ISW-ის მტკიცება, რომ უკრაინამ აპრილში შეძლო 72 კვადრატული მილის ტერიტორიის დაბრუნება, ფართოდ გავრცელდა დასავლურ და უკრაინულ მედიაში, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ბევრი დამოუკიდებელი დადასტურება არ არსებობს. The Economist-ის ომის ტრეკერის მიხედვით, წელს რუსეთმა პირველად 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ განიცადა მცირე, მაგრამ მუდმივი ტერიტორიული დანაკარგები, თუმცა მას მასშტაბი არ დაუდასტურებია და ეს დაახლოებით ყველაფერია. თავის მხრივ რუსები სრულიად განსხვავებულ სურათს ხატავენ. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა დაიკავეს 1000 კვადრატულ მილზე მეტი ტერიტორია, აიღეს 80 დასახლება და გაათავისუფლეს ლუგანსკის ოლქში დარჩენილი ბოლო დასახლება. 2026 წლის განმავლობაში გეოლოკაციური ვიდეო მასალა, როგორც ჩანს, ამ განცხადების მინიმუმ ბოლო ნაწილს ადასტურებს. ჰერტლინგი ამ მასიურ განსხვავებას განცხადებებსა და რეალობას შორის, კრემლის განცხადებებსა და ბრძოლის ველის რეალობას შორის მზარ სხვაობად აღწერს, მაგრამ ვინ იცის რა ხდება სინამდვილეში. როგორც ახსენით, ორივე მხარისთვის ტერიტორიის სრულად კონტროლქვეშ ყოფნა დაღწერა მანამ, სანამ ფრონტის ხაზი ათეულობით თუ არა ასეულობით მილის სიღრმეში არ გადავამტრის ტერიტორიაზე, საუკეთესო შემთხვევაში არაგულწრფელია. მეტწილად ეს რეალურად ნაცრისფერი ზონაა, სადაც კონტროლი არასდროს არის სრულად უზრუნველყოფილი და პოზიციები შეიძლება შეიცვალოს ზოგჯერ ერთ დღეში რამდენჯერმეც კი. ჰერტლინგი ამას ასე არ უყურებს. მისი აზრით, მაღალი რანგის სამხედრო ლიდერები, რომლებიც წარმატებებს აჭარბებენ, ხშირად უფრო ღრმა ინსტიტუციურ სისუსტეებს ამჟავნებენ. ავტორიტარულ სისტემებში სამოქალაქო და სამხედრო ლიდერები ხშირად ცდილობენ ანგარიშების ისე ჩამოყალიბებას, რომ დააკმაყოფილონ მოლოდინები და არა ოპერაციული რეალობა. დროთა განმავლობაში ეს ქმედებები ამახინჯებს სამხედრო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიღებას, ასუსტებს ადაპტაციას და იწვევს სტრატავს სტრატეგიულ დისფუნქციას. ეს რუსეთში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდეც ხდებოდა და როგორც ჩანს, ახლაც გრძელდება. ალბათ მართალია, მაგრამ ეს საშიში არგუმენტია.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არაერთხელ გამოუჭერიათ იმაში, რასაც რუსი სამხედრო ბლოგერები ირონიულად ლამაზ ანგარიშებს უწოდებენ, უკრაინაც არ ყოფილა ამგვარი ანგარიშების გალამაზებისგან თავისუფალი. 2026 წლის აპრილში 14 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის და 10 არმიის კორპუსის მეთაურები გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც გამოძიებამ გამოავლინა, რომ მათ მნიშვნელოვანი მომარაგების ჩავარდნები დამალეს. ჯარისკაცები საკვებისა და წყლის ნაკლებობის გამო მძიმედ გამოფიტულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს, ხოლო პოზიციები დაიკარგა. გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ წინა ხელმძღვანელობამ რეალური მდგომარეობა დამალა. ადრე 2025 წლის ბოლოს 44 მექანიზებული ბრიგადის და 10 მთის შეტევითი ბრიგადის მეთაურები გაათავისუფლეს ანგარიშების სისტემატურად გაყალბების გამო. მათ მოიტყუეს სევერსკის მიმდებარე პოზიციების დაკავების შესახებ, რომლებიც ჯარებმა უკვე დატოვეს, რის შედეგადაც ქალაქი რუსულმა ძალებმა მინიმალური წინააღმდეგობით აიღეს. სამწუხაროდ ეს შემთხვევები შორს არის ერთეულ შემთხვევებთან. როგორც უკრაინელმა კინორეჟისორმა და ბატალიონის მეთაურმა ოლე სენსოვმა უთხრა გამოცემა უკრაინსკა პრავდას, ჩვენს სახელმწიფოში ტყუილის რაოდენობა უზარმაზარია, ხოლო არმიაში მას უბრალოდ განუსაზღვრელი მასშტაბი აქვს. ჰერტლინგის ლოგიკით, ეს უკრაინას როგორც რუსეთს ავტორიტარულ სისტემად აქცევს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ის აზრი, რომელსაც ის ცდილობს გადმოსცეს. მისი აზრი ისაა, რომ მაშინ, როცა რუსეთი ტერიტორიულ მიღწევებზე ტყუის და დაბნეულია, უკრაინა ტაქტიკურად და ოპერატიულად განაგრძობს განვითარებას. ამ განცხადების მეორე ნაწილი უდაოდ სიმართლეა. როგორც ჰერტლინგი განმარტავს, უკრაინელი მეთაურები ყოველთვის აცნობიერებდნენ, რომ ისინი ვერ შეძლებენ უსასრულოდ გაცვალონ საარტილერიო ჭურვები, ჯავშან ტექნიკა და ჯარისკაცები უფრო დიდ მოწინააღმდეგესთან, რომელსაც უფრო ღრმა რესურსები აქვს. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ ეცადოს რუსული რაოდენობრივი უპირატესობის გათანაბრება, უკრაინა სულ უფრო მეტად გადადის რუსეთის სამხედრო სამრეწველო სისტემის სუსტი წერტილების შეტევაზე. წინა ხაზზე ცვეთის ნაცვლად უკრაინა გადავიდა უფრო ასიმეტრიულ ტაქტიკებზე. კერძოდ, შორი მანძილის დარტყმის დრონებისა და რაკეტების მარაგების მნიშვნელოვნად გაზრდით, უკრაინა სულ უფრო ხშირად ესმის თავს იმ ინფრასტრუქტურას, ლოგისტიკას, ენერგიის წარმოებას, ნავიგაციის სისტემებსა და სამრეწველო ობიექტებს, რომლებიც რუსულ საბრძოლო ოპერაციებს უზრუნველყოფს. და როგორც ჩანს, ეჭვი არ არის, რომ ამ თავდასხმებს მძიმე ზიანი მოაქვს. დადასტურებული ვიდეომასალის მზარდი არქივი ადასტურებს, რომ სულ უფრო მეტი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, საწვავის საცავი, ასაფეთქებელი ობიექტი და რუსული დრონებისა და რაკეტების წარმოებასთან დაკავშირებული ქარხნები ზიანდება და ეს შემთხვევები სულ უფრო ხშირად ხდება. უკრაინულმა თავდასხმებმა ცოტა ხნის წინ დააზიანა კურიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამამუშავებელი ობიექტია. ბოლო კვირებში მათ ასევე დაარტყეს ვნირ პროგრესის ქარხანას ჩუაშეთში, რომელიც აწარმოებს ნავიგაციისა და ელექტრონული ომისადმი მდგრად მართვის სისტემებს, რომლებიც გამოიყენება რუსულ დრონებსა და რაკეტებში. და ეს მხოლოდ ორი მაგალითია მრავალთაგან. ჰერტლინგისთვის ეს თავდასხმები ასახავს სულ უფრო დახვეწილ სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებასა და სამიზნეების შერჩევის პრიორიტეტებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო მანქანის შემაკავშირებელი ქსელის დარღვევას. უკრაინის მსგავსად რუსეთის საჰაერო თავდაცვა ამ დრონების უმეტესობას ანადგურებს, მაგრამ ამ დღეებში რუსეთში შესული დრონების დიდი რაოდენობა იმას ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი დრონი აღწევს მიზანს. და არა უბრალოდ სადმე, არამედ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის ყველაზე ძვირფას და კარგად დაცულ ადგილებში. დასავლური სადაზვერვო შეფასებების მიხედვით ამის შედეგად რუსეთის ხელისუფლებამ გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის მთავარი ხელმძღვანელობის ობიექტების გარშემო. სხვა ცნობები ამტკიცებს, რომ უკრაინული თავდასხმები, განსაკუთრებით მოსკოვზე, აიძულებს რუსეთის ხელისუფლებას გადაადგილოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, ელიტური ხელმძღვანელობის ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ჰერტლინგი არ უარყოფს, რომ ამ ცნობების ნაწილი შესაძლოა გარკვეულწილად გადაჭარბებული იყოს, მაგრამ მისი თქმით, მათი სიზუსტე საბოლოოდ ნაკლებად მნიშვნელოვანია იმ ფართო სტრატეგიულ რეალობასთან შედარებით, რომელსაც ისინი ასახავენ. უკრაინამ შეძლო ომი რუსეთში გადაეტანა. და ამას ხედავთ ჩვეულებრივი რუსების სახეებზე, ან უпроსტორად მათ ტელეფონებში. რუსეთში მთავრობამ შეზღუდა ცუდომა Telegram-ის აპლიკაციაზე, რაც როგორც ჩანს, ომთან დაკავშირებული უარყოფითი ამბების გავრცელების შეზღუდვას ემსახურება. სინამდვილეში გაგიჭირდებათ იპოვოთ თუნდაც ერთი რუსული აქტიური არხი, სადაც ამ ნაბიჯით უკმაყოფილება არ გამოითქმის. ზრდადი ხარჯებისა და სერიოზული ზეწოლის ქვეშ მყოფი ეკონომიკის ფონზე, ამ ნაბიჯმა უდავოდ მნიშვნელოვნად გააუარესა განწყობა რუსეთში. რუსული სახელმწიფო გამოკითხვის სააგენტო ვოდსოიუმის მიხედვით, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 2026 წლის აპრილის ბოლოს 65.6%-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ. ეს მნიშვნელოვანი ვარდნაა 12%-ულ პუნქტზე მეტით 2025 წლის დეკემბერთან შედარებით, რამაც სახელმწიფო კონტროლირებადი გამოკითხვის სააგენტო აიძულა გადაეხედა თავისი კვლევის მეთოდოლოგიისთვის, რათა შემდგომი დარტყმები შეემსუბუქებინა. რა თქმა უნდა, ეს ისეთი რეიტინგებია, რომელზეც ბევრი დასავლელი ლიდერი მხოლოდ ოცნებობს.
ბოლო ამერიკული გამოკითხვების მიხედვით პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კლავაც დაახლოებით 39%-ის მხარდაჭერას ინარჩუნებს, თუმცა სტაბილური დაღმავალი ტენდენცია შეინიშნება. უკრაინის ყველაზე დიდ ევროპელ მოკავშირეებს შორის გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ყველაზე პოპულარულია, თუმცა მისი მხარდაჭერის მაჩვენებელი მხოლოდ 19%-ია, ხოლო უარყოფითი შეფასება 66%-ს შეადგენს. საფრანგეთის ემანუელ მაკრონი მას ოდნავ ჩამორჩება. მისი მხარდაჭერის მაჩვენებელი 18%-ია, ხოლო უარყოფითი შეფასება 65%-ს შეადგენს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სერ ქეირ სტარმერი, რომლის ლეიბორისტული პარტიაც ახლახან ადგილობრივ არჩევნებში დამცირდა, დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში თანამდებობიდან გადაყენებული იქნება. YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით, მხოლოდ 11%-ს ბრიტანელთა სჯერა, რომ ის კარგი ან შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო თითქმის 60% თვლის, რომ ის ცუდი ან საშინელი პრემიერ-მინისტრი იყო. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ერთ კვარტალში პუტინისთვის დაახლოებით 12%-იანი ვარდნა ძლიერი მაჩვენებელია იმისა, რომ უკრაინის ასიმეტრიული სტრატეგია მუშაობს. ეხლა ჰერტლინგი მტკიცე და მტკიცებს, თუ როგორ იყენებს უკრაინა თავის ადაპტირებადობასა და ასიმეტრიულ უპირატესობებს ინიციატივის დასაბრუნებლად. მაგრამ სხვა კომენტატორებისგან განსხვავებით, ის არ ასკნის, რომ ამან უკრაინამ მყარად გამარჯვების გზაზე დააყენა, ან რომ ომი დასასრულს უახლოვდება. რუსეთი კვლავ საშიშია და შეუძლია უზარმაზარი განადგურება მიაყენოს, აცხადებს ის. ის ასევე აღიარებს უკრაინის სერიოზულ პრობლემებს ცოცხალი ძალის მხრივ, იმას, რომ ქვეყანა სრულად დამოკიდებულია უცხოურ დახმარებაზე, რათა სახელმწიფოდ ფუნქციონირება შეძლოს, და იმასაც, რომ ის დიდად არახელსაყრელ მდგომარეობაშია, რადგან ომი სულ უფრო მეტად გადაიქცა გამოფიტვის ხანგრძლივ დაპირისპირებად. რუსეთი მძიმე დანაკარგებს განიცდის, მაგრამ მას უფრო დიდი შესაძლებლობა აქვს გაუძლოს ამ დანაკარგებს, უბრალოდ მისი გაცილებით დიდი ზომის, ეკონომიკისა და მოსახლეობის ის გამო. ასევე აღსანიშნავია, რომ პენტაგონის ოფიციალური შეფასება ომის მდგომარეობის შესახებ არ იზიარებს ჰერტლინგის მოსაზრებას. თითქოს უკრაინამ სტრატეგიული ინიციატივა მოიპოვა თავისი ინოვაციური ტაქტიკითა და უფრო დიდი ადაპტაციის უნარით. პენტაგონის სპეციალური გენერალური ინსპექტორის 2026 წლის მაისის ანგარიში კონგრესისთვის ოპერაცია ატლანტიკური გადამწყვეტობის შესახებ შეფასებულია, რომ რუსეთს თითქმის უეჭველად უფრო ეფექტური სარდლობა და მართვის სისტემა აქვს, ვიდრე უკრაინას. ასევე თითქმის უეჭველად ინარჩუნებს უფრო მაღალ შესაძლებლობას განახორციელოს მუდმივი, მაღალი ტემპის შეტევითი მანევრები და აქვს უპირატესობა პირდაპირი საცეცხლე მოქმედებების მხრივ, ლოგისტიკაში, ძალების გენერირებასა და ძალების დაცვაში. რუსეთმა ასევე მიაღწია პარიტეტს ტაქტიკური დრონების განლაგებაში, თუმცა უკრაინას სავარაუდოდ უფრო ეფექტური ტაქტიკური, საბრძოლო ველზე ორიენტირებული სადაზვერო შესაძლებლობა აქვს ვიდრე რუსეთს. თუმცა როგორც სამასმა სპარტელმა ვიეტკონგმა და მტკიცე ფინელებმა მეორე მსოფლიო ომში ნათლად აჩვენეს, გამარჯვება ყოველთვის არ ნიშნავს მტრის ბრძოლის ველზე დამარცხებას. ომის დასაწყისში ძალიან ცოტა ვინმე იწინასწარმეტყველებდა, რომ უკრაინა 4 წლიანი დამღლელი და სისხლიანი ომის შემდეგ კვლავ მტკიცედ იდგებოდა. მაგრამ აი ის ამაყად დგას, ყველას დასანახად. თუმცა მცირე შანსი მაინც არსებობს, რომ უკრაინის ესკალაციებმა შეიძლება უკუშედეგი გამოიწვიოს და სერიოზულად დაუბრუნდეს მას. რუსეთში გაზრდილი ზეწოლა არ იწვევს კაპიტულაციის ან პუტინის გადადგომის მოთხოვნების ზრდას. აზრდა ამის ნაცვლად ჩანს, რომ ეს ყველაფერი საპირისპირო ეფექტს იძლევა, როგორც საზოგადოებაში, ისე გავლენიან ლიდერებს შორის სულ უფრო ხმამაღალი მოთხოვნები ისმის, უკრაინის მიმართ ბევრად უფრო მკაცრი პასუხის გასაცემად. იმის გათვალისწინებით, რომ დიდად სადაოა რამდენად მეტი აქვს რუსეთს ტრადიციულ შეიარაღებაში მსგავსი დარტყმების მისაყენებლად, არსებობს შემაშფოთებელი პერსპექტივა, რომ რუსეთი შეიძლება უფრო მომაკვდინებელი იარაღს, ტაქტიკურ ან თუნდაც სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს მიმართოს. ეს საფრთხე ყოველდღიურად ძლიერდება. ბირთვული ომი დიდი ალბათობით უკრაინის მთავარ ცენტრებს რუკიდან გააქრობს და მთელ ტერიტორიას საცხოვრებლად უვარგის გახდის. ასევე შესაძლოა ევროპის, რუსეთის და თუნდაც აშტშ-ის დიდი ნაწილი. მაგრამ თუ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, ძალიან დიდი შანსია, რომ უკრაინის ჯიუტი წინააღმდეგობა და ადაპტაციის უნარი სწორედ ისაა, რაც საბოლოოდ მის სუვერენიტეტს, ღირსებასა და მომავალს შეინარჩუნებს, ზუსტად ისე, როგორც ჰერტლინგი აღნიშნავს. რა თქმა უნდა, მოვლენების განვითარებასთან ერთად განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით. ეს ომი ყოველდღე ახალ სახეს იღებს. მაგრამ თუ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს, ნახეთ ეს ვიდეო აშტშ-ში ყველაზე უსაფრთხო ადგილების შესახებ, სადაც შეგიძლიათ დაელოდოთ სიტუაციის განმუხტვას. მადლობა ყურებისთვის.